Tengo Tevzadze koalitsia ცვლილებისთვის წევრი შემოგვიერთდება. Პირდაპირ ეთერში რა უნდა გაკეთდეს ახლა, როგორი შეიძლება იყოს გადაკვეთის წერტილები პოლიტიკურ პარტიებს შორის, როგორი უნდა იყოს ალბათ უნდა მოხდეს ვითარების ანალიზი სათანადო, ამის შემდეგ ალბათ საჭიროა ახალი გეგმებიც, ხო? Tengo მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. Თქვენ როგორ ხედავთ პროცესის გაგრძელების რაციონალურ გზებს ასეთ ვითარებაში? რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები, რა უნდა იყოს ინიციატივები პოლიტიკური პარტიებისგან? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეცდომების აღიარება და შეფასება, იმ ფაქტების, უტყუარი ფაქტების შეფასება და ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რუსთაველის პროტესტი, რასაც პარტია ახალი koalitsia ცვლილებისთვის გირჩი დროა, სხვა პარტიები არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამას აკეთებენ და ეს არის მნიშვნელოვანი, ასევე პერიოდულად ხალხმრავალი მარშები და მანიფესტაციები. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან იმ 100,000 ადამიანის ბრაზი და გულისწყრომა, რომელიც ქართული ოცნების მიმართ არის, არსად არ წასულა 4 ოქტომბრის შემდეგ. ჩვენ ზუსტად ვიცით და დათვლადია. ჩვენ არ ვიცით ქართულმა ოცნებამ რა ძალებით მიიყვანა იქ, ვინ ვის ნაცვლად მისცა ხმა, ვინ რამდენჯერ მისცა ხმა, ხო ამის კონტროლი არ იყო, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ 700,000-ზე მეტი ოპოზიციონერი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდა. ეს არის ცხადი, რომ ბოიკოტმა იმუშავა და მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ 25 ოლქში მიიღეს 100%. წარმოიდგინეთ 73 ოლქში რომ 100% იქონოდა შედეგი. ხომ სხვა სურათი გვექნებოდა. ეხლა 2 დღეა უყურებთ პროცენტების თვლას. და ალბათ თქვენ შეხვდათ პროცენტები მაგ პარტიაში არ ეშლება. არა, საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა მონაცემები კონკრეტული უბნებიდან, სადაც დიახ, ოლქებიდან და უბნებიდან. არა, მე ამ შემთხვევაში ლელოს და გახარიას პარტიის მიერ გამოქვეყნებულ რაღაც პროცენტებს, რომელიც საერთოდ არ მოდის შესაბამისად ანალიზი манипуляციურია და რაც კი არ ეშლებათ პროცენტების თვლა მაგ ხალხს და ეხლა ამაშიც მუიზამენ ისე რომ ამაშიც ეჩვი შეეპაროს ვინმეს რაც არის თავარ და ეს საკითხი ფაქტები უნდა შეფასდეს უნდა ვთქვათ რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია ეს არჩევნები არ შედგა ვინაიდან მხოლოდ ზახაროვა ლელო გახარია ერთად და ქართული ოცნება აღიარებს ამ არჩევნებს თუ შეგიძლიათ აი კვალიფიციური ჟურნალისტი ხართ პოლიტიკურ თემებს ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დამისახელეთ რომელსაც აღიარა არჩევნები ხომ ერთსაც ვერ დამისახელეთ იმიტომ რომ ესეთი არ არსებობს ზახაროვა საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ლელო გახარია და ოცნები თუ ვინმეს უნდა რომ გახდეს პუტინის ზუგანოვი რომელიც ელცინს ვერ აჯობა და შემდეგ დათანხმდა სისტემურ ოპოზიციონერობას ეს უბრალოდ არ გამოვა იმიტომ რომ მათმა ამორჩეველმა უთხრა უარი ამიტომ მათმა ამომრჩეველმა უთხრა უარი რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებ. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ნიშნის მოგება კი არ გვინდა რომ ბოიკოტი რო შედგა, ამას ეხა უსასრულოდ ვისაუბრთ. არა, ჩვენ ეხლა უნდა გავაძლევთ პროტესტი, ახალი პოლიტიკური პროცესი უნდა დავიწყოთ. ყოველთვის თქვენ ეთერში ვიჯექი, აქ ვიჯექი, მახსოვს და თქვი რომ A წერტილიდან B წერტილამდე უნდა მივიყვანოთ პროცესი ბოიკოტის. გახსოვთ ალბათ, ხო? ბოიკოტი შედგა, მაგრამ აქ უკვე დავხურეთ ეს პოლიტიკური პროცესი. ქართული ოცნება არის გამწარებული, იმიტომ არის მათ შორის ეს რეპრესიები, რომელიც გრძელდება და სოფლიოს თხოვენ ერთი რომ თითქოს ზალადობა აღიარებინონ და მეორე რომ არჩევნების შედეგები ვერცეც ვერ ახერხებენ, გაგრძელებულია რეპრესიები და ზალადობა, ამაზე ჩვენ უნდა უპასუხოთ თანმიმდევრული პროცესით, პროტესტით და მათ შორის ხალხმრავალი პროტესტით. ეს პროტესტი არსად არ წასულა. წარმოიდგინეთ ლემონჯავა იყო 2 დღის წინ ეთერში, რომელიც ამბობდა რომ ახალი პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შეიქმნას. ამ რა შეიძლება იყოს ეს ახალი ალტერნატივა? ვისი ჩართულობით შეიძლება იყოს ეს ახალი ალტერნატივა? ხო ცხადია რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ ვიცი არის ამ ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგი. რატომ ვერ შეიძლება მოხერხდეს ის რომ ეს ოპოზიციური პარტიები ახლა მაინც დასხდნენ ერთ მაგიდასთან. ახლა მაინც შეძლონ საერთო გეგმის შემუშავება. გარდა პროტესტისა, რომელიც უწყვეტია ამდენი ხნის განმავლობაში, ეს პოლიტიკური პროცესი ხო უნდა მიმდინარეობდეს? აი ძალიან მარტივია საკითხი და მარტივად დგას. ანუ ვინსთან უნდა შევთანხმდეთ? ანუ იმ პარტიასთან, რომელიც ახლა შევა პარლამენტში, გახარიას პარტია. ანუ ქართულ ოცნებასთან შევთანხმდეთ? ამას გვეუბნებით? ხო გვეუბნებოდით აი ხო აი რო შევლენ ერთი თვის თავზე ლელოსთან ლელო და გახარია ხო პარტნიორი აი ხლა აქ იჯდა ადამიანი
რომელიც ამბობდა ჩვენ ერთნი გვართო. არ ამბობდა, ხო, წარმატებული შედეგი. თუმცა ლელო ვერ შედის პარლამენტში. ხო, ლელო ვერ შედის, იმიტომ რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მე სწორ გადაწყვეტილებებს ხანდახან შეცდომებიც მოხდება, როცა თანმიმდევრული არ ხარ პროცესში. ანუ ვისთან ქართულ ოცნებასთან არც ერთ შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან დავჯდებით სალაპარაკოდ მხოლოდ მაშინ, როცა საკითხი დადგება პოლიტპატიმრების განთავისუფლების და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მივიღებთ იმ მოთხოვნას, რაც პროტესტს აქვს. ახალი სამართლიანი არჩევნების სამართლიანი პირობებით და არა მხოლოდ ახალი არჩევნები. აი ის კიდევ ერთხელ მომხ რა აღარ მინდა იმ საკითხებზე საუბარი. არ გვინდა რომ წაქცეულს წიხლი მივაყოლოთ. გულწრფელად ვამბობ. არჩევნებში მონაწილე პარტიების დიახ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ. ახლა აი ამას ვამბობ პირდაპირ. წაიქ წაქცეული არ არსებობს გახარიას პარტია. 4 ოფისი ჰქონდათ აღებული, რომელშიც ოფისი კალამი და ფურცელი იყო. ატყუებდნენ ხალხს რომ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. 10%-ზე მეტი ვერცეთ ოლქში ვერ მიიღო ლელომ. აი რაც არ უნდა თვალონ, რაც არ უნდა პროცენტი გამოიყვანოთ, უბრალოდ ბოიკოტი შედგა და არ თანამშრომლობა შედგა. ამაზე პასუხი არის 700,000 ოპოზიციონერი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გადავდოთ, რა უნდა გაკეთდეს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, რომელიც ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აქცევს იზოლაციაში. საქართველოს აქცევს რუსეთის ღარიბ მეზობელ სახელმწიფოდ. ვინც ასევე ფიქრობთ, ისინი უნდა მოხდნენ არანაირი რაღაც ფორმატები და ასე შემდეგ. ასევე აქტიური სამოქალაქო საზოგადოებების ჯგუფები. ადამიანები, ვინც ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ ისინი არიან თანმიმდევრულები და პრინციპულები. მათ შორის წამოსული ლელოს პარტიიდან, რუსთაველის პროტესტში მდგომი ხალხი და ასე შემდეგ. მათი კოორდინაციით ყველანაირი ფორმატების და ასე ვთქვათ რაღაცა ერთი პარტიის ირგვლივ და ერთი პიროვნების ირგვლივ გაერთიანების შესახებ კოორდინაციით უნდა დაიგეგმოს მნიშვნელოვანი პროტესტი და წინააღმდეგობა. მათ შორის უნდა შენარჩუნდეს რუსთაველის პროტესტი, როგორც მნიშვნელოვანი კერა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს უნდა შენარჩუნდეს. მე მესმის ვის არ უნდა რომ არჩევნები შეიცვალოს ხელისუფლება. პირველ რიგში მე მინდა და ჩვენ რომ ამ პროცესში მიგვეღო მონაწილეობა, კიდევ ერთხელ 300 დეპუტატს გავიყვანით ყველანაირი არითმეტიკით და პროცენტების დათვლით. მაგრამ აქ რამდენ დეპუტატს გაიყვან იმაზე ხო არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია დასრულდება თუ არა. ჩვენი ქვეყნის ბედს ჩვენ შევქმნით თვითონ თუ ბედი შევქმნის ჩვენ, რომელიც გვაქვს. ახალი არჩევნების შემთხვევაში, რაზეც არის სურვილი დიდი, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე, ხო? ან უფრო ადრე, ხო? და არის ერთ-ერთი ვერსია, რომ შეიძლება როდისღაც ქართული ოცნება დასთანხმდეს მართლაც ამ არჩევნების ჩატარებას. არ ვიცი ხო, რამდენად გამართლებს, თუმცა როგორი კონფიგურაცია ხდება ამ შემთხვევაში ოპოზიციაში? აი იმ ოპოზიციაში, რომელიც არის ამ შემთხვევაში არჩევნების ჩვენ კიდევ ერთხელ ვახდებით რაღაც მნიშვნელოვან პროცესს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი ამოცანა კოალიციაცულებისთვის არის, რომ მნიშვნელოვანი სანქციებით და იზოლაციაში საქართველოს კი არ უნდა მოხდეს. ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება უნდა მოხდეს. ამას ვამბობ ჩვენ, ეს ერთი და ამას გულისხმობს სანქციები. მეორე, პოლიტიკური პრესი მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, აღვირახსნილი ძალადობად და რეპრესიებს ვხედავთ ადამიანების მიმართ, რომლებიც უბრალოდ იმ ქუჩაზე იმყოფებოდნენ და არანაირი ძალადობრივი მათ არ ჩაუდენია და ეს აღიარებულია უკვე საერთაშორისო საზოგადოების მიერ ამ ადამიანებს რაღაცა დადგმული ძალის გამოსხივებით თითქოს სპეცოპერაცია მიუხედავად ამისა ადამიანები არიან მხნედ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც პროცესში და პროტესტშია მონაწილე. ამიტომ ეს ადამიანები უნდა გაძლიერდეს. ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლის შემდეგ და მისი რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, მისი რეჟიმის დასუსტების შემდეგ და ეს არის რეჟიმი. ამის შემდეგ ჩვენ როგორ მივდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მნიშვნელოვნად ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხი და სტრატეგიული საკითხი და მე ჩამოვთვალე, ვინ შეიძლება იყოს ამ ბრძოლაში ჩვენი პარტნიორები, მაგრამ ვინც არაღიარების ასე ვთქვათ პროცესის დასუსტებაში ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილს და ეს იყო არჩევნებში მონაწილე პარტიები და საბედნიეროდ ვერ მიაღწიეს შედეგს. ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაცია ვერ შეზინეს მათ. ასევე ისინი, ვინც ახლა შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. მე კიდევ ერთხელ გამიმეორდები, 99 ქართული ოცნების დეპუტატი იქნება თუ 97. რა მნიშვნელობა კანონებს მაინც 5 წუთში იღებენ. რა ქვია, პირველი მოსმენა, მეორე მოსმენა 1 წუთში გადის, ეგეთი პრეცედენტებიც არის. მაგრამ აი თქვენ მაინც თეორიულად ლაპარაკობთ.
პრაქტიკაზე ვსაუბრობ, კი. აი კონკრეტული გეგმა დაალაგებული თუ არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება მოგვადგეს უკვე ხო ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის მზად როგორ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, როგორ უნდა იყვნენ ეს პარტიები მზად? უნდა გქონდეთ თუნდაც ერთმანეთთან ნალაპარაკები და ყველა შეთანხმებული რაღაც საკითხებზე ხო უნდა იყოს. ხო, მე არ ვიცი კიდევ ერთხელ ვინ პარტიებს არ მოდი დავიწყოთ რა მაშინ ვიმჯეროთ. გულისხმობთ ამაში გახარია დავიწყოთ. მივხვდით ჩვენ მოვიაზრეთ პროდასავლურ პარტიებს, რომელსაც ძალიან კარგი კოორდინაცია ჰქონდათ ბოიკოტთან მიმართებაში, რვიანის პარტიებს, რომელსაც ბოიკოტთან მიმართებაში ჰქონდათ მიუხედავად თელის რიგის სირთულეებისა, ძალიან კარგი კოორდინაცია და ამ პარტიების ამომრჩეველი ხო არ მივიდა ერთი არჩევნებში, მათ შორის ოპოზიციონერი ლელოს და გახარიას პარტიის ამომრჩეველიც არ მივიდა, ანუ ეს კოორდინაციის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასე ვთქვათ პირდაპირ საინფორმაციო კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებით გამოგლეჯდნენ კონკრეტულ ოლქებს, ხო? არ გააკეთა ეს ამორჩევი. ეს რას ნიშნავს, რომ ამ სტრატეგიამ A წერტილიდან B წერტილამდე იმუშავა. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ B წერტილიდან C წერტილამდე. სტრატეგიაზე რაც გულისხმობს იმას, რომ ქართულ ოცნებას მოუწიოს პირველ რიგში პოლიტპატიმრების განთავისუფლება და აღიარება, რომ ის არის რეპრესიული რეჟიმი და მეორე რიგში ახალი არჩევნების ოღონდ სამართლიან პირობებში და არა ეს ყაჩაღები, რომლებიც ატარებენ. როგორ მივიდივართ მაგ როგორ მივიდივართ? არა, პროტესტი, რა თქმა უნდა, ერთი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის იმ 100,000-იანი პროტესტი, რომელიც 4 ოქტომბერს იყო. ამ 100,000-მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 4 ოქტომბერს იყო. მნიშვნელოვანი ამას დავამატოთ. ჩვენ მშვიდობიან პროტესტს დავამატოთ პერიოდულად ასე ვთქვათ ხალხმრავალი აქციები და გავაძლიეროთ რუსთაველი როგორც თავისუფლების ცენტრი ეს მეორე და და მესამე საკითხი და მნიშვნელოვანი გაგრძელდეს ქართული ოცნების არაღიარება და მასთან თანამშრომლობა. რას გულისხმობს არაღიარება და თანამშრომლობა? ქვეყნის შიგნით თანამშრომლობა, იმიტომ რომ რეჟიმთან მოთანამშრომლი არის რუსულ რეჟიმთან მოთანამშრომლი არის რუსული რეჟიმის გამაძლიერებელი, ხოლო გარედან იზოლაცია ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საქართველოს არ მოხდეს იზოლაციაში. ქართველი ხალხი არ იყოს იზოლაციაში, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ ეს რეჟიმის, რუსული რეჟიმის წარმომადგენლები მოხდნენ იზოლაციაში. ძალიან რთული პროცესია. საქართველოს არ უნდა დაზიანდეს მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალები უნდა დაზიანდნენ. ეს სამი კომპონენტია, რომელიც რეჟიმს დაასუსტებს და ჩვენ ამას თავიდანვე ვამბობდით. ჩვენ არ ვამბობდით, რომ ერთი დღეა ბრძოლის დღე გადამწყვეტი. არამედ ჩვენ ვამბობდით, რომ ბრძოლა იქნებოდა ბოლომდე და ამ ბრძოლაში ვართ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის 20-მდე წევრი, 4 ლიდერი, გელა ხასაია, საბა სხვითარიძე, სხვა ჩვენი მხარდამჭერები არიან ციხეში. რეჟიმა ჩვენს მიმართ მიიღო გადაწყვეტილები, ძალიანაც უნდოდა, რომ ჩვენი თანმიმდევრობა დაგვეკარგა, მაგრამ გამორიცხულია. ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, მივიღებთ რეჟიმის დასუსტებას და მის ჩამოშლას, მივიღებთ ახალ სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ხალხი გადაწყვიტავს, ვინ იყო თანმიმდევრული, ვინ იყო პრინციპული, ვინაიდან მე დამიბრუნდა, რომ იცოდეთ, მე მჯერა და ერთი წინადადება დავასრულე. მე ყოველთვის მჯეროდა ქართული საზოგადოების როგორც წარმატებისკენ ორიენტირებული საზოგადოების და ამ ეგრეთ წოდებულმა რუსულმა სპეცოპერაციამ რაც არჩევნები დაარქვეს დამარწმუნა რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად იქნება მალე ევროპული ოჯახის წევრი. ესეთი ორგანიზებული ყველა ტელევიზია უნდა ვაღიაროთ. ყველა ტელევიზია მათ შორის დაბალანსებულად, მაგრამ მაინც მხარს უჭერდა არჩევნებში მონაწილეობას და ხალხმა 700-ზე დათვლადია შეადარა წინაწლის აქტივობა 21 წლის 700,000 ოპოზიციონერი განწყობილი ამომრჩეველი მივიდა არ მივიდა არჩევნებზე და მან თქვა რომ ეს არის ფარსი და 100,000 გამოვიდა ქუჩაში. ეს არის ფაქტი, ხო ვერ უარყოფთ ამ ფაქტს. ხო ვერ უარყოფთ, ეს ხო ფაქტია. ამიტომ მე მჯერა ამ ადამიანების, მაგრამ ეს 700,000 და ჯამში 900,000 უნდა გახდეს უფრო მეტი. ჩვენ უნდა ვიყოთ რიცხობრივად მეტი, ვართ რიცხობრივად მეტი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართულ ოცნებასთან მორალური უპირატესობა, გვაქვს ეს მორალური უპირატესობა. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები პოლიტიკური პატიმრების მიმართ და გვაქვს ეს სოლიდარული განწყობა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პატრიოტების მიმართ და ეს არის და ეს აუცილებელია და მათ გარეშე არ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ისინი უნდა იყვნენ თავისუფლებას და ასევე ყველა პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს თავისუფლებაზე, თუ ჩვენ გვინდა რომ პოლიტიკური პროცესი იყოს და ამას მე დარწმუნებული ვარ მივახცევ და ამის რწმენას მაძლევს ქართველი ხალხი და მადლობა მათ, რომ არ მიიღეს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. მადლობა.